ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ახლა ჩვენთან სტუმრად. რა თქმა უნდა, ურთულესი გადაწყვეტილებების წინაშე დგას ოპოზიცია, ოპოზიციური პარტიები. ყველას თავის დღესასრიგი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი დიდი მნიშვნელოვანი დღესასრიგი, რაც უკავშირდება ქვეყანაში რუსული ტიპის რეჟიმის მომძლავრებისთვის ხელი შეშლას მინიმუმ და საუკეთესო შემთხვევაში ეს ავტომატურად ნიშნავს კიდეს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნებას. ეს კონკრეტული კვლევა ამ თვალსაზრისით რა მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა დასკვნების გამოსატანა თქვენი კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობისთვის. საამშვიდობისა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან ღრმა კვლევა არის. ცხადია, რომ აჩვენებს იმ ტენდენციებს, რომელიც არის ქვეყანაში, მათ შორის დედაქალაქში, რეგიონებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონდეს სრული წარმოდგენა საზოგადოების განწყობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩართული ყოველდღიურ პოლიტიკაში. ცხადია, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ისეთი აქტიური არ არის პოლიტიკაში, როგორც ჩვენ, ხო, პოლიტიკოსები და კიდევ ნაწილი საზოგადოების, რომელიც ყოველდღიურად რუსთაველზე ებრძვის ავტორიტარულ რეჟიმს. ცხადია, საზოგადოების ამ ნაწილის მოსაზრების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, საბოლოო ჯამში მოვიტანოთ გამარჯვება ამ ქვეყნისთვის. და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ განწყობილების დაკვირვება, მათ შორის განსხვავებული შეხედულების მქონე საზოგადოების დიდი ნაწილის მონოდინების გათვალისწინება, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისე როგორც იგნორება არ შეიძლება არც ერთი საზოგადოების არც ერთი ნაწილის იგულისხმება, ვისაც გარკვეული მყარად ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ხო, ასევე ნაწილის, რომელიც სხვა მონოდინით არის გამსჭვალული ოპოზიციური პარტიების მიმართ. ეს ყველაფერი უნდა შეაჯერო და მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს საზოგადოების ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება ყავს რეალურად, ხომ? ეს არის ამ საზოგადოების სიძლიერე, ჩემი აზრით და ქართულს იმას კი სურს, რომ იყოს ერთფეროვანი, მაგრამ ქართული საზოგადოება არასდროს არ იქნება ერთფეროვანი. ეს იყო ყოველთვის ქართული საზოგადოების სიძლიერე. მრავალფეროვნება, პლურალიზმი, ხო, თვითონ იდეების კუთხით, რომელსაც ცდილობს, რომ ებრძოლოს ქართულს თავის პროპაგანდით, არაფერი არ გამოსდეს. ჩვენ ხედავთ, რომ არ გამოსდეს, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიციური განწყობილები გაზრდილია. ჩვენ ხედავთ იმას, რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას შესაძლოა მხარს უჭერდნენ, ისინი უკვე სხვა შეხედულების მატარებლები გახდნენ. ჩვენ ეს სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ დინამიკაზე. ამ კვლევაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, პარტიებს და თვითმმართველობას დროებით შევეშვათ, რომელიც საზოგადოებრივ განწყობებს აჩვენებს და პირდაპირ კორელაციაში მოდის შემდეგ, როცა ვნახულობთ განსაკუთრებით თბილისში ქართული ოცნების მაჩვენებლებზე და საშუალოთაც ქვეყნის განვითარების გენერალური ხაზის მიმართ უკმაყოფილების მაჩვენებლის ზრდასა, მათ შორის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება, კრიტიკული რაც არის, აი ეს ყველაფერი პირდაპირ აჯდება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების რეიტინგს ნეგატიურ ნაწილში. ეს შეუძლებელია არა ისახებოდეს ისედაც უკვე კრიტიკული საზოგადოების განწყობებში, მაგრამ აქეთ თქვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში როგორც პოზიტიური ფაქტორი აღნიშნავთ მრავალფეროვან ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ ჩვენ ისეთი ტიპის რეჟიმთან გვიწევს წინააღმდეგობა, სადაც ერთიანობა თუნდაც ამ მრავალფეროვნებაში არის გადამწყვეტი ფაქტორი. აბსოლუტურად. მათ ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, იმ ფაზის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ. აი მიუახლოვდით უკვე ბრძოლის ტაქტიკასაც, ხო? სტრატეგიული ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება. და ამ კონტექსტში უნდა ფასდებოდეს როგორც ბრძოლის ცალკეული მექანიზმები, ახლა ჩართვაზე ყავდა ხალხი, რომლებიც ადმინისტრაციასთან დგას, იგ აპროტესტებს ამას, აპირებენ რა დისკომფორტი შეუქმნან რეჟიმის წარმომადგენლებს, სხვადასხვა ფორმით აკეთებს ხალხი ამას, მაგრამ არის უფრო დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილიც, კალენდარული არჩევნები და ასე შემდეგ. თქვენ გამოყვეთ ინიციატივი დისკუსია გახსნილი ყო ამ თემასთან დაკავშირებით. არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ დისკუსიაც კი ამ შემთხვევაში დაუშვებელია და პრობლემური არის და სრული არათანამშრომლობის არაღიარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და თვითმმართველობის არჩევნების განხილვაში შესვლაც კი კლიმატის ლეგიტიმაციას შეიძლება იწვევდეს. ეს სიტყვა სპეციალურად შემოვიდა, ამიტომ ძირითადად ლაპარაკობენ ლეგიტიმაციას.
როგორი არის ამ შემთხვევაში? რაიმე კორექტირება სხვა აქვს ადგილი ძლიერი საქართველოს და უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო 3 თვეა სამწუხაროდ ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, საკმაოდ აგრესიული კამპანია ჩვენი ოპოზიციური კოლეგების მხრიდან მიმდინარეობს სწორედ ამ იდეის აგრესიული კამპანია საკმაოდ ბოიკოტის მხარდაჭერას დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა მომხრე ვიყავით და რჩევით ყოველთვის მომხრედ ერთიანობის, მაგრამ ერთიანობა მოითხოვს, რომ პარტნიორები, შესაძლო პარტნიორები წინასწარ არ უყენებდნენ პირობებს ერთმანეთს, ხო? და ღია იყვნენ ნებისმიერი იდეის, ნებისმიერი მიდგომის განსახილველად. ჩვენ ამის მომხრე ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია მიუხედავად ასეთი აგრესიული კამპანიისა და პირდაპირ ზედმეტად აგრესიული ზოგჯერ განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანის მიმართ, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების თქვენ ხედავთ არის სხვა აზრის მატარებელი, ხო? ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა მე ამავდროულად გეთანხმებით, რომ ორივე მხარეს საზოგადოების, ხო, ორივე მხარეს მოწოდება ერთიანობისკენ. და ეს ერთიანობა მართლაც ახლა უნდა იყოს თავარი ამოცანა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიისთვის. ჩვენთვის ერთიანობა არის მართლაც განსაზღვრელი ფაქტორი. ჩვენ ამ ერთიანობის გამო ვართ და ვრჩებით პრეზიდენტის წინააღმდეგობის პლატფორმის შემადგენლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანობა მოითხოვს კომპრომისს პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ჩვენი მხრიდან ამ კომპრომისისთვის ყოველთვის ზად ვიყავით და ზად ვართ. ისეთი კომპრომისისთვის, რომელიც გაზდის ოპოზიციის გამარჯვების შანსს და ისეთი კომპრომისი, რომელიც იქნება გამარჯვების ფორმულისთვის ხელისშემწყობი და ჩვენ ხედავთ, რომ განწყობილებები თბილისში განსაკუთრებით არის მართლაც რადიკალურად განსხვავებული წინა საარჩევნო განწყობილებებისგან, რომელიც იყო 26 ოქტომბერს. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა მნიშვნელოვნად გაზრდილია თბილისში. თუმცა თბილისში არის რადიკალურად შეცვლის სურათი. ასეთ უპირატესობა ოპოზიციურ პარტიებს ქართულოსებს მიმართ არ ქონია, ისტორიულად არ ქონია. ეს ამავდროულად იმაზე სხვა მეტყველებს, რომ გარკვეული მოჭიდება, ურთიერთობა, წვდომა, თუნდაც ამ ოპოზიციურ სპექტს ნაკლები აქვს მნიშვნელოვნად რეგიონთან და ამიტომ არის არის პროპაგანდის ფაქტორი. რეგიონი ყოველთვის შედარებით კონსერვატიული იყო, მაგრამ რეგიონებში მაინც პროპაგანდა უფრო ძლიერი არის. აი ეს პროპაგანდა რითი უნდა შეივსოს? მე არ მაქვს ისეთი სერიალი და მეგა შოუ, რომ ფორმულას უყურებდეს ყველა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ღირს თუ არა განხილვათ ოპოზიციურ მოთამაშეებს შორის იდეა, რომ დავიწყოთ ქვეყნის განთავისუფლება ნაწილ-ნაწილ. ხო? ერთიანად განთავისუფლება ყველას სურს ჰიბრიდული რეჟიმისგან, მაგრამ ღირს თუ არა შევებრძოლოთ ყველგან რეჟიმს და არ დაუთმოთ უბრძოლველად არც ერთი ადგილი. ხო? ამაზე ვსაუბრობ ჩვენ. ეს შევთავაზეთ დისკუსიისთვის. იმიტომ რომ როცა საუბრობენ ჩვენი პატივსაცემი კოლეგები, რომ ლეგიტიმაციას ხელს შეუწყობს ოპოზიციის მხრიდან ბრძოლის გაჩაღება, მე ამ დაშვებას საერთოდ არ ვიზიარებ, იმიტომ რომ უბრძოლველად ჩაბარება უწყობს ლეგიტიმაციას ხელს და არა ბრძოლის გაჩაღება. ტემპერატურის აწევა, აქტიური ბოიკოტი ამ შემთხვევაში. ხო. მე სამწუხაროდ მსგავსი რამ ჯერ არ მინახავს რომელიმე ქვეყანაში წარმატებულად განხორციელებული. არ მინახავს, მე ვერ გეტყვით იმაზე, რაც არ მინახავს, არ გამომიცდია, მე გამინახავს წარუმატებელი ბოიკოტები ბევრი, მაგრამ წარმატებული ეგრეთ წოდებული აქტიური ბოიკოტი, რასაც ქვია, რომ ესე იგი არ მოვიდა საერთოდ ამორჩეველი, არ მოვიდა 10% ამორჩევლის, ესეთი მსგავსი რამ მე არცად არ მინახავს. და ასეთი რესურსი თუ გვაქვს, რომ 90% არ მოვიდეს ამორჩევლის არჩევნებზე, მაშინ ამ რესურსით 90% მოვიყვანოთ. პირობითად ვამბობ, პოზიტიურად შევხედოთ. უბრალოდ ეს უფრო ინგლისური სიტყვა wishful thinking, ანუ შენ როგორც გსურს, ისე სასურველად წარმოსახო რეალობა. ეს ახლა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არსებობს პრეცედენტი ასეთი, მაგრამ არსებობს პრეცედენტი, როცა ერთობლივად უწევ წინააღმდეგობას აჩაღებ ბრძოლას და იმარჯვებ. ასეთი პრეცედენტი არის უამრავი. მაგრამ არ არის პრეცედენტი ნეგატივში
გაერთიანების წარმატების პრეცედენტი არ არსებობს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არ არსებობს ევროპულ არც ერთ ქვეყანაშიც. და მინდა გითხრათ, მოყავთ მაგალითი, რომ თითქოს სერბეთში მილოშევიჩი დაემხო იმის გამო, რომ იქ იყო ოპოზიციის მიერ ბოიკოტი გამოცხადებული. არა, მილოშევიჩი დაემხო იმის გამო, რომ ნატომ მოახდინა შეერაღებული თავდასხმა. მილოშევიჩის იმის გამო, რომ მილოშევიჩი საერთოდ არანაირი კოოპერაციისთვის ზად არ იყო და მოხდა თავდასხმა. ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ გადამწყვეტი სერბიის მეორე მაგალითი გვაქვს, როდესაც შემდგომ მილოშევიჩის შემდგომ იყო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, რომელმაც სამწუხაროდ კარგი არაფერი არ მოუტანა არც სერბეთს, არც ოპოზიციას, რა ოპოზიციის სრული ჩამოშლა გამოიწვია. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მზად ღია ვართ ნებისმიერ განხილვის თავარია, რომ ერთობის იდეა შედგეს. ეს ერთობა უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, არამედ უნდა გულისხმობდეს საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურ, მათ შორის აქტიურ პროტესტში ვინც არის, ხო, იმ ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მშობლების მონაწილეობას, ასევე აქტიური საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა. ჩვენ ნახეთ სხვა კომენტარები, ხო, განსხვავებული მოსაზრებებია, ძალიან არგუმენტირებული მოსაზრებებია, ასევე იმ ხალხის მხრიდან, რომ უბრძოლოებად არაფერი არ უნდა დაუთმო ქართულ ოცნებას. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ თუ დააკვირდებით, როგორ წარმართავს ქართულ ოცნება თავის პროპაგანდას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ნაბიჯს დავაკვირდეთ ყურადღებით და იქ დავინახავთ პირდაპირ ლოგიკას, მათი ამოცანა არის სრული დემოტივაცია ოპოზიციურ ამორჩევლის. სრული დემოტივაცია ოპოზიციურ პარტიების, რომ მათ თქვა, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ამას ემსახურება ბრუტალური ქცევა, დაპატიმრება პოლიტიკური ლიდერების. სხვა შორის ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ, არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება იმიტომ გახდა ასეთი ინტენსიური, რომ თვითმმართველ, ანუ აწიოს რადიკალური მუხტი, ამ შემთხვევაში უფრო კატეგორიული პოზიციები გააძლიეროს ამით და თვითმმართველობის არჩევნებში აღარ შევიდნენ. მორალურად გახდა ძალიან რთული მართლაც. არსებობს განსხვავებული მოსაზრება. დააკვირდით, უყურეთ, აი მაგ ლოგიკას რო გავყვეთ. ეგ არის სწორედ ამოცანა. მომავალ თქვენი სასამართლო პროცესებიც არის და დანარჩენები უკვე არიან. უყურეთ, დააკვირდით ციხეში. მათი ამოცანა არის ჩვენი გაქრობა პოლიტიკური ველიდან. არ დაუმალავთ, ადრე გეგმავდნენ ამ გაქრობას, ეხლა რო შეეტანათ დაუყოვნებლებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები 4 კოალიციური ცენტრის გაუქმებაზე. მათ შორის გახარიას ფაქტორიც მინდა ვახსენოთ, ხო, ეს გუშინდელი უკვე პროკურატურაში კომელაური ჩვენება და ასე შემდეგ, იქაც პირდაპირ ნიშნებია, რომ დასაჭირად გამზადებთ. სისხლის სამართლის საქმის დონეზე აპირებენ დაკიდებას. ამიტომ თქვენ უკვე გამზადებული. მე მინდა რომ მართლაც მიუკერძოებოთ, იმიტომ რომ ისევე როგორც გამოკვლევა ისე უნდა ჩატარდეს სოციოლოგიურად არ უბიძგო ადამიანს გარკვეული პასუხისკენ, ხო? ეს არ არის სოციოლოგიური გამოკვლევა, თუ უბიძგე, აქედა მოუარე, იქინა მოუარე და ათქმევინე ის რაც შენ გინდა, ეს არ არის სოციოლოგიური გამოკვლევა. თქვენი აზრით რა შვება ხელისუფლებამ? ეხლა უყურეთ რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება მუდმივად ამ ცვლილებებით, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებით, ცდილობს საზოგადოებას უთხრას, რომ რა აზრი აქვს ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. მე მაინც მოვიგებ. ოპოზიციური ლიდერების დაკავებით აგზავნის გზავნილს ყველას ვიჭერ, ვისაც მინდა. ხო, რა ამ პარტიების წევრებსაც ამით ეუბნებით, თქვენ ბრძოლას აზრი არ აქვს. და ამავდროულად გადადო გაუქმება ჩვენი პარტიების გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანა. რატო გადადო? იმიტომ რომ თქვას რომ იცი რა, მე კი არა აუგზალე ამ პარტიებს ბრძოლაში შესვლა, თვითონ თქვენს უარი და ამის შემდგომ შეიტანოს უკვე სარჩელი, იმიტომ რომ მანამდე რომ შეეტანა სარჩელი, ცხადია რომ ეს პირდაპირ გამოიწვევდა, ხო, სათანადო თანამეგობრობისგან კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს, მათ შორის მათი იზოლაციის და სანქციების კუთხით. რომ შეეტანათ საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალურ არჩევნებამდე, იმიტომ რომ ხედავთ რას აკეთებენ. პირდაპირ ებრძვიან პარტიებს, მათ მონაწილეობა არ მიიღონ ამ არჩევნებში და მათი აკრძალვა უნდათ და ეს იქნებოდა ძალიან დიდი ზეწოლის საფუძველი. ეხლა რას აკეთებენ? გაიძვერულად ერთის მხრივ დგამენ ნაბიჯებს, იჭერენ პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს, აუარესებენ საკანონმდებლო გარემოს, აუარესებენ საარჩევნო გარემოს და თქვენს რომ ჩვენ გადავდებით ამ პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე სარჩელების შეტანა. იმიტომ რომ
ეს გააკეთონ იმის შემდგომ, რაც ეს პარტიები ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ და საერთოდ საზოგადოებას ეტყვიან, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა. შეეძლოთ ჩვენ ამისთვის ხელი არ შეგვიშლია, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, შესაბამისად ეს შედეგები არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა. ანუ ამოცანა რა არის? მოისუფთავონ პოლიტიკური ველი, ხო? გაგაქრონ პოლიტიკური ველიდან, ჩაატარონ კომფორტულად მუნიციპალური არჩევნები თავის სატელიტებთან ერთად და შექმნან ფასადი მრავალპარტიულობის 1, 4, 3, 5 მოთამაშე შეიყვანენ, რაც გაკეთებული არის სერბეთში სხვა შორის წარმატებით, გარკვეული წარმატებით, იმიტომ რომ არავისად დაუყენებენ მე იმ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი. 35-40% ამორჩეველი მოვა ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა აქტიური ბოიკოტი აწარმოებს აქტიური და რომელიც მოითხოვს კიდე უზარმაზარ რესურსებს ყველანაირს ადამიანურს, ყველანაირ ინფრასტრუქტურას და ამ შემდეგ და ამ რესურსების წარმატება ჯობია პოზიტივზე, ადამიანების გამოფხიზლებაზე, ადამიანებში ბრძოლის, სურვილის და ჟინის ანთებაზე ჯობია რესურსების მიმართვა, ვიდრე დარწმუნება იმაში, რომ ისი რა შენ მისვლას აზრი არ აქვს. ანუ მისი თქვა მინდა საბოლოო ჯამში მიაღწევს 35-40%-იან გამოცხადებას, მრავალპარტიულობის ფასად შექმნის, დარჩებიან აფსაიდში თამაშგარე მდგომარეობაში პროევროპული მოთამაშეები, რომელსაც აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა თბილისში. ეხლა რაც თქვენ ნახეთ, ხო ეს არ არის მოგონილი ციფრები. უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ამაზე არ ვიმსჯელოთ, რომ როგორ მოვახერხოთ ამ მხარდაჭერის გამოყენება და მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას თავისი მიზნები აისრულოს. ეს აბსოლუტურად გულუბრყვილო დაშვება, რომ თითქოს ქართულ ოცნებას უნდა ეროვნული ძალების მონაწილეობა არჩევნებში, ეს არის გულუბრყვილო, სრულად არალოგიკური დაშვება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას სურს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა კი არა, ჩვენი გაუქმება სურს, ჩვენი გაქრობა სურს და ამას ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, უნდა შევეწინააღმდეგოთ, უნდა ბრძოლა გამოუცხადოთ. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენს გადაცემაშიც უკვე გაჟღერდა განსხვავებული მიდგომები ჩვენი წინა რესპონდენტების მიერ, მომავალ გადაცემაშიც იქნება და ჩვენს ეთერში ზოგადად ეს არის წარმოდგენილი, რომ სასურველია, რომ ეს ყველაფერი ამავე დროს პოლიტიკური დისკუსიის საგანი კიდევ ერთხელ მინდა სტრატეგიის შემუშავების კუთხით უფრო დახურულ სივრცეებშიც იყოს და თუნდაც ჩვენ ამ შეხვედრებს აწარმოებთ, მინდა ერთხელ კიდევ ხაზი გავუსვა. ნებისმიერი კომპრომისისთვის ლელო ძლიერ საქართველოს მზად არის. იმისათვის რომ გამარჯვების ფორმულის მათ შორის ნეიტრალური კანდიდატების შეთანხმების თუ აი მაგალითად თბილისის მერად ესეთ ნეიტრალური ადამიანის არაპარტიული აფილიაციის მათ შორის კიდევ უფრო მეტი კომპრომისისთვის მზად ვიქნებით, ოღონდ გამარჯვების ფორმულაზე ვისაუბროთ. ოღონდ ვისაუბროთ იმ ფორმულაზე, რომელიც პირიქით იმედს ჩაუსახავს ჩვენს თანამოქალაქეებს. დაინახავენ, რომ ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძვით გაერთიანებული ძალებით. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ამ ერთობის ნაწილი. არამედ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ. საზოგადოების წარმომადგენლობა, სამოქალაქო სექტორი, პროტესტში მონაწილე ადამიანები, ჩვენ ესეთი ერთობისთვის მზად ვართ ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით.